ხუთშაბათს 14 საათზე რადიო გრუნი წარმოგიდგენთ გადაცემას აკადემიური საათი. პირდაპირ ეთერში ვსაუბრობთ გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში მიმდინარე სასწავლო პროცესებზე. გადაცემა აკადემიური საათი. ლექტორისა და სტუდენტის ტანდემი რადიო გრუნიზე. მოგესალმებით. რადიო გრუნის ეთერშია გადაცემა აკადემიური საათი, რომელსაც მე ჟურნალისტი ნათია ამირანაშვილი გავუწყობი. დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარია ქართულ ებრაული სკოლა ორავნერის დირექტორი, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის იუვენოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ხელმძღვანელი, დოქტორი ბატონი გიორგი მომცელიძე. მოგესალმებით და მადლობას გიხდით გადაცემაში მონაწილეობისთვის. ბატონო გიორგი, პირველ რიგში მინდა მსმენელს გავაცნოთ, თუ რას საქმიანობს გრუნის იუვენოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი. მოგესალმებით, მე ვესალმები თქვენს მსმენელს და მაყურებელს, პირველ რიგში მადლობა მოწვევისთვის. ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი ფორმატია, როდესაც საუბრობენ ახალგაზრდები თავის პროფესიაზე და ამავდროულად ის ადამიანები, რომლებიც ცდილობენ, რომ განათლების მიმართულებით უნივერსიტეტში ძალიან ბევრი სიახლე და ძალიან ბევრი, ასე ვთქვათ, პოზიტიური მიმართულება დაირგონ. რაც შეეხება ჩვენს კვლევით ინსტიტუტს, უკვე 5 წლის მანძილზე ფუნქციონირებს რობაქიძის უნივერსიტეტში იუვენოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი. მინდა აღვნიშნო, რომ პირველად, როდესაც ასე ვთქვათ, მე როგორც დოქტორანტი და სტუდენტი იმ დროს დავსვით საკითხი და ძალიან დიდი მხარდაჭერა მივიღე ჩვენი უნივერსიტეტის რექტორისგან, ბატონი მამუკა თაყელძისგან, სადაც ერთ-ერთი უმთავრესი ხედვა იყო, რომ სტუდენტებისთვის უნდა შექმნილიყო, ასე ვთქვათ, ერთგვარი კვლევითი ლაბორატორია და სანამ ინსტიტუტად ფორმირება მოხდებოდა, მანამდე პირველ ეტაპზე იყო სამეცნიერო კვლევითი ლაბორატორია და ჩვენი მთავარი ინიციატივა გახდათ ახალგაზრული პოლიტიკის მიმართულებით სამეცნიერო კვლევითი საქმიანობა და ამავდროულად პრაქტიკული საქმიანობა, რომ სტუდენტები მაქსიმალურად ჩაგვერთო იმ დარგის პოპულარიზაციაში, რომელიც საქართველოში პრაქტიკულად იწყებდა ფეხის ადგმას და შემდგომ უკვე, როდესაც უკვე გავაფართოვეთ ჩვენი თვალსაჩინო, რა თქმა უნდა, უკვე ლაბორატორიამ უფრო ასე ვთქვათ, დიდი სპექტრი მოიცვა სამეცნიერო კვლევითი საქმიანობაში და იგი როგორც ინსტიტუტი ისე ჩამოყალიბდა. როგორც უკვე აღნიშნე, ერთ-ერთი მთავარი მიმართულება გახლავთ ახალგაზრული პოლიტიკის კვლევა, სახელმწიფო ახალგაზრული პოლიტიკის კვლევა და დარგი საქართველოში, საქართველოს მეცნიერებაში, ასე ვთქვათ, ახლად დაფუძნებული იყო ჩემი სადისერტაციო თემატიკა სწორედ ამ მიმართულებით იყო, ასე ვთქვათ, დამუშავებული და ამ საკითხების ირგვლივ ჩვენ ვეცადეთ და გვაინტერესებინა როგორც სამეცნიერო წრეები, ასევე სტუდენტები და რაც თავარია სხვადასხვა სახელმწიფო თუ არასამთავრობო ორგანიზაციები, საერთაშორისო ორგანიზაციები და პრაქტიკულად ამ წლების მანძილზე არაერთი სამეცნიერო კვლევა ჩატარდა. სწორედ თქვენი რადიოს მხარდაჭერით და მადლობა იმ საეთერო დროსთვის, რომელიც რადიოს ხელმძღვანელობამ გამოყო, ჩვენ წლების მანძილზე ვახორციელებდით რადიო და სატელევიზიო პროგრამას ახალგაზრული პოლიტიკა და პრაქტიკულად ჩვენი მთავარი მიზანი გახლდათ პირველ რიგში დარგის პოპულარიზაცია, რადგან როგორც სამეცნიერო წრეებში, ასევე სტუდენტებისთვის ეს უნდა ყოფილიყო პირველ რიგში ინფორმირების ერთ-ერთი პლატფორმა, რადგან სახელმწიფო ახალგაზრული პოლიტიკის მიმართულებით ძალიან ბევრი საინტერესო პროგრამები ხორციელდება და ეს მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდებმა იცოდნენ ამის შესახებ, რადგან ეს სწორედ თქვენ გეხებათ, ახალგაზრდებს გეხებათ და როგორ უნდა მიიღოთ ამაში მონაწილეობა, არ უნდა გაჟღერდეს თქვენი სიტყვა და როგორ უნდა მოიპოვოს თუნდაც ის გრანტები, რომელსაც სახელმწიფო სთავაზობს ახალგაზრდებს, ვფიქრობ, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი გახლავთ. ამასთან ერთად, რა თქმა უნდა, სოციალური პროექტები ჩვენთვის პრიორიტეტულია, როგორც არის ტრენინგ სემინარები, შეხვედრა მოსწავლეებთან და სტუდენტებთან და იმ, ასე ვთქვათ, დარგის პოპულარიზაცია, რომელსაც ახალგაზრული პროექტი, ასე ვთქვათ, პოლიტიკა ქვია.
გასაგებია. აი, უშუალოდ რომ შევეხოთ, გარდა იმისა, რაც აღნიშნეთ, უნივერსიტეტში სასწავლო კურსი იუვენოლოგია, რა შინაარს ატარებს ძირითადად და რაში ეხმარება სტუდენტებს? აღნიშნული საგანიც სწორედ რექტორის მხარდაჭერის და ინიციატივით განხორციელდა და უკვე მრავალი წელია ჩვენს უნივერსიტეტში დანერგილი არის სილაბუსი, რომელიც ზუსტად ასეთი სახელწოდებით იუვენოლოგია და იუვენოლოგია ეს არის მოძღვრება, მეცნიერება ახალგაზრდების შესახებ და პრაქტიკულად ყველა ის ჩვენ განვიხილავთ საჯარო პოლიტიკის პრიზმაში და საჯარო პოლიტიკაში ალბათ დამეთანხმებით ხო ყველა მიმართულება პირდაპირ თუ ირიბად მაინც ახალგაზრდობასთან არის კორელაციაში და სწორედ ეს გახლავთ მთავარი პრინციპი რომ ჩვენ ვზრდით მომავალ სახელმწიფო მოხელეებს, საჯარო მოხელეებს, პოლიტიკოსებს და სწორედ სტუდენტური ცხოვრებიდან უნდა იყოს კარგად გააზრებული თუ რა პასუხისმგებლობა ექნება საჯარო მოხელეს იმ მიმართულებებით, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან ახალგაზრდულ პოლიტიკას ეხება და ძალიან აქტიურად არიან ჩვენი სტუდენტები ჩართული სწორედ იმ კვლევის საკითხებშიც, არა მხოლოდ თეორიულ ცოდნას იღებენ ისინი, არამედ პრაქტიკაშიც არიან ჩართული და ეს იქნება მაგალითად განათლების პოლიტიკა, ეს იქნება ჯანდაცვის პოლიტიკა, ეს იქნება ეკონომიკა, მხარდაჭერა ახალგაზრდული ოჯახების და ასე შემდეგ, აი ამ მიმართულებებით და რა თქმა უნდა საკანონმდებლო ჩარჩოსაც ვეხებით, რომელიც ჩვენ სახელმწიფოშიც და საერთაშორისო ასე ვთქვათ არეალშიც მოიაზრება და ჩვენი სტუდენტები ეუფლებიან ყველა იმ მნიშვნელოვან საკითხს, რომელიც ახალგაზრდულ პოლიტიკასთან ვიმეორებ როგორც საერთაშორისო ასპარეზზე, აქ შედის მაგალითად ევროკავშირის, ევროსაბჭოს მიმართულებები ახალგაზრდულ პოლიტიკასთან და ასევე საერთაშორისო ორგანიზაციები რა როლს ასრულებენ ახალგაზრდული პოლიტიკის ფორმირების ნაწილში და საკუთრებ რა თქმა უნდა საშინაო პოლიტიკას როდესაც ვეხებით უშუალოდ სახელმწიფოში როგორ მიმდინარეობს ამ დარგის განვითარება. გასაგებია. ბატონო გიორგი, როგორ ფიქრობთ, დღევანდელ ახალგაზრდობას რა მთავარი გამოწვევები აქვს საქართველოში? გამოწვევები ძალიან ბევრია და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ალბათ კონკურენტუნარიანი გარემო არის და ამ გარემოში ის უნარჩვევები, რომელიც ასე ვთქვათ ჩვენ გვხვდის საინტერესოს საერთაშორისო ბაზარზე. ალბათ ამეთანხმებით, რომ ამ გლობალიზაციის ტალღის ასე ვთქვათ ერთ-ერთი დამსახურება ის გახლავთ, რომ ლოკაციას უკვე აღარ აქვს მნიშვნელობა, ხო? შეგიძლია რომ საერთაშორისო სპექტრში შენ იყო ასე ვთქვათ დასაქმებული ნებისმიერ ლოკაციაზე და ამიტომ კონკურენცია საკმაოდ მზარდია და ძალიან დიდი. ჩვენ კომუნიკაცია და ურთიერთობები გვაქვს როგორც ევროპულ, ასევე სხვადასხვა ასე ვთქვათ საერთაშორისო მიმართულებების უნივერსიტეტებთან და ვიცით თუ რაოდენ მაღალი არის ასე ვთქვათ სწავლის დონე ასეთი ტიპის უნივერსიტეტებში და ჩვენი მთავარი ეგიდიც ის არის და გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი ყოველთვის ასე ვთქვათ მოწოდების სიმაღლეზეა, რომ საერთაშორისო ასპარეზზე მან თავისი სათქმელი თქვას, თავის ღია სიტყვა თქვას და ყოველთვის ორიენტირებული არის სტუდენტების თანამედროვე განათლების ასე ვთქვათ გადაცემაზე. ამიტომ ერთ-ერთ გამოწვევად იმაჩნია, რომ სტუდენტები უნდა იყვნენ შეიარაღებული იმ ინსტრუმენტებით და უნარჩვევებით, როდესაც ისინი კონკურენციას გაუწევენ თავის ასე ვთქვათ თანატოლებს ნებისმიერ ქვეყანაში და ნებისმიერ ასე ვთქვათ პოზიციაზე. შემდეგი ასე ვთქვათ გამოწვევა ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც სტუდენტებზე გავაკეთებ აქცენტს ხო ამ შემთხვევაში, რომ დავკონცენტრირდეთ რომელ ახალგაზრდებს ვეხებით, იმიტომ რომ იუვენოლოგიის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაც არის რომ პირველ რიგში ბენეფიციერები გამსაზრდოთ, ხო? და როგორც ვიცით, ახალგაზრდად არის ასე ვთქვათ 14-დან 26 წლამდე ახალგაზრდა, რომელიც ასე ვთქვათ საკანონმდებლო ჩარჩოში ასე არის დათქმა. თუმცა ამ შემთხვევაში მონეთ მოსწავლე ახალგაზრდობაზე არ ვისაუბრებ და სტუდენტ ახალგაზრდობაზე ვისაუბრებ. მნიშვნელოვან გამოწვევად ალბათ რჩება დასაქმების პოლიტიკა, რადგან უნივერსიტეტები მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრ
ცდილობენ რომ იყოს მოქნილი და მობილური სისტემა, თუნდაც სალექციო კურსის და ჩვენ სტუდენტებს აქვთ იმის შესაძლებლობა რომ აირჩიონ მაგალითად დღის რომელი მონაკვეთი იქნება მათთვის უფრო საინტერესო, მაინც გამოწვევათ, მაინც დასაქმების პოლიტიკა რჩება, რადგან როგორც ბიზნესი არ არის დღეს მზად ამ სიტუაციისთვის, რომ ასე ვთქვათ შემჭიდროებული ვადები შესთავაზოს და შესაბამისად მეტი ანაზღაურება, ასევე უნივერსიტეტებისთვის ეს გამოწვევა არის, რომ ასე ვთქვათ მოქნილი ცხრილები მაინც და მაინც შეიძლება რომ იყოს ცოტა რთულად დასაორგანიზებელი ლოჯისტიკური თვალსაზრისით. და რასაკვირველია, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თემა ეს არის мотиваცია, ხო? რადგან ახალგაზრდას უნდა კონდეს ძალიან მაღალი мотиваცია, რომ თავის სფეროში დახელოვნდეს და არ ეძიოს, მიუხედავად იმისა, რომ რა თქმა უნდა, კარგიც არის, რომ ჩვენ ფართო თვალსაჩინო გვაქვს და ხშირ ან რიგ შემთხვევებში ვაკეთებთ აქცენტებს, რომ ჩვენი დასაქმება, ასე ვთქვათ, მოვიაზროთ საქართველოს ფარგლებს გარეთ, მაგრამ ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ახალგაზრდები მიეცეს იმის საშუალება, რომ რეალურად დასაქმდნენ და ღირსეულად დასაქმდნენ საქართველოს ფარგლებში იქნით. აი мотиваციაზე ვსაუბრობდით და მინდა ესეთი რაღაც კითხოთ, ანუ თქვენს დაკვირვებებში როგორ აიხსახება ციფრული ცხოვრება, სოციალური ქსელები, აი მაგალითად TikTok, Instagram, ასევე ხელოვნური ინტელექტი, ახალგაზრდების ფსიქოლოგიაზე და ზოგადად სოციალურ უნარებზე. ამ მხრივ მრავალი კვლევა არსებობს და არ ვიქნები ორიგინალური, რომ რაღაც ახალი ვთქვათ, უბრალოდ სოციალური მედია ეს არის ჩვენი ცხოვრების შემადგენელი ნაწილი, ხომ? აქ ახალგაზრდა იქნება თუ ასე ვთქვათ, უკვე ასე ვთქვათ, ასაკში შესული ადამიანი, თუ ხარ აქტიური პიროვნება, შენ პარალელურად მიბული ხარ სოციალურ მედიას და განსაკუთრებით ახალგაზრდობა რასაკვირველია, ეს ჩვეულებრივად მისასალმებელი თემა არის, უნდა ვიცოდეთ უბრალოდ სწორად გამოყენება, ხომ? ჩვენი გამოწვევა დღეს გახლავთ თუნდაც AI-ის მიმართულებით, ხელოვნური ინტელექტი ახსენეთ, ჩვენ ახლა სკოლაში ვნერგავთ საქართველოს განათლების სამინისტროსთან ერთად და ასევე ჩვენს პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, მათ შორის ისრაელის განათლების სამინისტრო არის აქტიური მხარდამჭერი ამ მიმართულებით. თუ როგორ უნდა გადავამზადოთ მასწავლებლები და როგორ ასე ვთქვათ გავათვითცნობიეროთ როგორ გამოიყენონ AI განათლების სისტემაში და შემდგომ უკვე რა თქმა უნდა მოსწავლეებისთვის უკვე არაერთი კურსი ჩავატარეთ თუ სწორად როგორ უნდა გამოიყენო ხო ამას საუნივერსიტეტო სფეროში თუ გადმოვიტანთ რა თქმა უნდა თუნდაც გამოცდები ავიღოთ ხო ან ასე ვთქვათ შემაჯამებლები მაქსიმალურად ცდილობენ ახალგაზრდები რომ AI-ის გამოყენებით მოახდინონ ყველაფრის ფორმირება. ეს ერთმხრივ კარგია, მაგრამ მეორე თუ სწორად გამოვიყენებთ და თუ ლოგიკურ დასკვნებსაც მივაბავთ, ეს არის ჩვენს ხელში ინსტრუმენტი. ანუ ეს ინსტრუმენტი რომ არ გამოვიყენოთ, მე მახსენდება პერიოდი, როდესაც ინტერნეტიზაცია ხდებოდა, ძალიან ბევრი მკვლევარი, დარგის მუშაკი, განსაკუთრებით განათლების პოლიტიკის მუშაკები ამბობდნენ, რომ ეს ჩვენთვის დამაზიანებელია, ეს კარგს არაფერს მოგვიტანს, მაგრამ ნუ დაგვანახა მსოფლიოს განვითარების ტენდენცია, რომ ინტერნეტის გარეშე ცხოვრება წარმოუდგენელია, ხო? ასევე ვფიქრობ, რომ სკეპტიციზმი აქ დაუშვებელია, ჩვენ პოზიტიურ ჭრილში უნდა შევხედოთ ხელოვნური ინტელექტის, ასე ვთქვათ, გამოყენებას, ოღონდ სწორად უნდა ვმართოთ სიტუაციები. ამიტომ უნივერსიტეტების აბსოლუტური უმრავლესობა დღეს დაინტერესებულია ამ თემით, მათ შორის ჩვენს უნივერსიტეტში ძალიან ბევრი პოზიტიური ნაბიჯები იქმნება, განათლების სამინისტრო აქტიურად მუშაობს ამ მიმართულებით და ვფიქრობ, რომ აი ეს საშუალება ჩვენმა ახალგაზრდებმა სწორად და კარგად უნდა გამოიყენონ. ძალიან კარგი. რაც შეეხება ფსიქოემოციურ თემას, ამაზეც არაერთი კვლევა არსებობს, რომ არსებობს ისეთი გამოთქვა ბოდიშით სლენგისთვის too much, ხო? ანუ ძალიან ბევრი არაფერი არ შეიძლება, უნდა ვიცოდეთ ზღვრული გამოყენება, უნდა ვიცოდეთ სწორი გამოყენება და არის დამოკიდებულებაც და მაინც და მაინც სწორი არ არის, ხო? როდესაც ჩვენ
მაქსიმალურად რაღაცაზე ვართ დამოკიდებული. ერთ-ერთი ალბათ სიყვარულზე როდესაც ხარ დამოკიდებული, ეს კარგია და დადებითია, მაგრამ დანარჩენი, ასე ვთქვათ, დამოკიდებულებები მაინც და მაინც მისამებელი არ არის, ხო? უნდა კონდეს ღვარი, სად დაასრულო და არ უნდა მისცე საშუალება, რომ შენს ფსიქოემოციურ მდგომარეობაზე ამანი მოქმედოს. გასაგებია. როგორ გეხმარებათ იუვენოლოგიის ცენტრში მუშაობა მოსწავლეებთან ურთიერთობაში? პრაქტიკულად ეს არის პლატფორმა, საიდანაც შეიძლება რომ ძალიან სწორი აქცენტებით იკომუნიკაციო, როგორც მოსწავლეებთან, ასევე სტუდენტებთან, როგორც აღნიშნეთ, ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიმართულება სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა არის და უშუალოდ შემდგომში აი ამ სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის შედეგად ის დასკვნები და რეკომენდაციები, რომლებიც ვლინდება უკვე ამის ასე ვთქვათ დანერგვა და ამ ყველაფერზე აქცენტების გაკეთება ახალგაზრდებთან. ახალგაზრდების მოსაზრებების გაზიარება და ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის მათი მოსმენა. ხო, დღეს ერთ-ერთი ისევ გამოწვევებს რომ დაუბრუნდეთ მოსწავლე ახალგაზრდობის, ანუ 14-26 წლის ასაკის ახალგაზრდების ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა სწორედ და განსაკუთრებით სკოლის ასაკში თუ გადავალთ, ეს არის კომუნიკაციის ნაკლებობა ადამიანებთან, მშობლებთან, უფროს მეგობრებთან და ძალიან ბევრმა ადამიანმა ამ კომუნიკაციის ნაკლებობა ჩაანაცვლა სოციალური ქსელების, ასე ვთქვათ, თემატიკით და ეს რა თქმა უნდა მერე უკვე ფსიქოემოციურ მდგომარეობაზე ძალიან აისახება. ამიტომ ჩვენ გვეძლება იმის საშუალება, რომ მოусმინოთ ახალგაზრდებს, გავიგოთ მათი ასე ვთქვათ, ხედვები, თუნდაც მათი გულისწყეველი და შემდგომ უკვე მივაწოდოთ რეკომენდაციები გადაწყვეტილების მიმღებ პირებს, პოლიტიკის მიმღებ პირებს, რომ თუ რა მიმართულებით იქნება უპრიანი გარკვეული რეფორმების განხორციელება. გასაგებია. როგორ ფიქრობთ, რა გამოწვევის წინაშე დგას დღეს განათლების სისტემა? განათლების სისტემა ყოველთვის რეფორმაზე ორიენტირებული არის და არიან ადამიანები, მესმის მემატიც, თუმცა ხშირად აფიქსირებენ ხოლმე, რომ სულ რეფორმა მიმდინარეობს და როდის შეიძლება დაასრულდეს რეფორმა. მე ვფიქრობ, რომ რეფორმა არასდროს არ უნდა დაასრულდეს, იმიტომ რომ ყოველთვის უნდა იყოს, ასე ვთქვათ, მოძრავი, ყოველთვის უნდა იყოს მოქნილი, ყოველთვის უნდა იყოს სიახლეებისადმი ორიენტირებული. ძალიან კარგი გამონათქვამია, ხო? ძალიან სწრაფად უნდა ირბინო, რომ თუნდაც ერთ ადგილას იდგე. იმიტომ რომ იმდენად სწრაფად ვითარდება სამყარო, რომ ჩვენ რა ვთქვათ, რომ აი რეფორმა დღეს დავასრულეთ და როგორ ასე ვთქვათ, რაღაც სიმაღლეებს მივაღწიეთ, ძალიან მალე აღმოჩნდებით არც თუ ისე სახარბიელო მდგომარეობაში. ამიტომ, როდესაც რეფორმა მიმდინარეობს და როდესაც წინსვლა მიმდინარეობს, რა თქმა უნდა, ყოველთვის გვექნება გამოწვევებიც, იმიტომ რომ როდესაც სიახლეა და როდესაც ახალ ნაბიჯებს დგავ გამოწვევების გარეშე გამორიცხულია და ალბათ დღეს ძალიან ასე ვთქვათ, მნიშვნელოვანი თემები, რაც არსებობს პირველ რიგში ალბათ მაინც საკადრო პოლიტიკით იწყება, რადგან მე მხედველობაში მაქვს როგორც სკოლის, ასევე საუნივერსიტეტო ბაზაზე პროფესორ-მასწავლებლების გადამზადება და ასე ვთქვათ, თუნდაც AI-ზე გონდა წეგან საუბარი და აი იმ ინსტრუმენტების, ასე ვთქვათ, მიწოდება, რომელთაც უფრო თანამედროვე გახდება და არ მოხდება ხიდჩატეხილობა ახალგაზრდასა და პროფესორ-მასწავლებლებს შორის. რადგან თუ პროფესორ-მასწავლებლები რაღაც ჩვენ ენაზე ვისაუბრებთ, რომელიც გაურკვეველი იქნება ახალგაზრდებისთვის, კონსენსუსამდე და საერთო ხედვამდე ვერ მივალთ, ხო? ყოველთვის იქნება უინტერესო, გაკვეთილი ან უინტერესო ლექცია, რომელიც საბოლოო ჯამში რა შედეგამდე მიგვიყვანს, ნუ ახლა მაყურებელს და მსმენელს ამაზე არ გავუმახვილებ ყურადღებას. ამიტომ მუდმივი ზრდა პროფესიული კადრის და რაც მთავარია, სწორი ორიენტაციის დასახვა. დღეს მოგეხსენებათ, რომ სერიოზული ცვლილებები მიმდინარეობს, უმაღლესი განათლების რეფორმა არის დაანონსებული და ძალიან ბევრი სიახლეები იქნება უახლოეს მომავალში ცნობილი და მთავარი არის, რომ ეს იყოს სტუდენტზე ორიენტირებული, ხომ? ეს იყოს კონკრეტულ ახალგაზრდაზე ორიენტირებული, თუნდაც ერთ-ერთ გამოწვევას დღეს თუ გახლავთ ის
ნდობის ან უნდობლობის საკითხი, რომელიც ზოგადად საქართველოს სკოლასა და მშობლებს შორის არსებობს, ხო? ფაქტია და მოცემულობა, რომ აბსოლუტური უმრავლესობა, ასე ვთქვათ, რეპეტიტორზე უფრო მინდობილი არის, ვიდრე სკოლაზე. სწორედ ამისთვის ისახება ახალი გზები და რამდენად განხორციელდება ეს, როდესაც განხორციელდება, ამას შემდგომში შეიძლება ვისაუბროთ, უბრალოდ ჩვენ ფრთხილი ოპტიმიზმით ვუყურებთ ამ თემას და იმედიანად ვართ, რომ ასე ვთქვათ, ეს ახალი სიახლეები სწორედ ჰოლისტური იქნება და მოსწავლეზე და სტუდენტზე ორიენტირებული. გასაგებია. და ბოლოს შეგიკითხებით, ანუ გარდა იმისა, რაც აღნიშნეთ, ანუ ეს მასწავლებლების გადამზადება, რომ არ მოხდეს ხიდჩატეხილობა და ასე შემდეგ. რას ურჩევდით ახალგაზრდებსაც და თვითონ განათლების სფეროში მოღვაწე პირებსაც, რომ უკეთ უპასუხონ ახალგაზრდების საჭიროებებს? ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ აი დღეს ჩვენ დასაქმების ბაზარი მიმოვიხილეთ და რაღაც мотиваციაზეც გვქონდა საუბარი, ალბათ ერთ-ერთი მე ხშირად ვიღებ ახალგაზრდებისგან რჩევას და მათ უფრო კარგად გამოზით ხოლმე ეს, მაგრამ ალბათ ერთ-ერთი მიმართულება იქნება კარგად გაანალიზება იმისა, თუ რა გსურს. დღეს გარკვეული დაბნეულობა არსებობს ახალგაზრდებში და კვლევით რო გავამყაროთ ჩემი სიტყვები, მინდა გითხრათ, რომ რამდენიმე წლის წინ ჩატარდა კვლევა, სადაც აღმოჩნდა, რომ 62% პირველ კურსელების მობილობით იცვლიან არა მხოლოდ უნივერსიტეტს, არამედ ფაკულტეტს მიმართულებას, ხო? და შესაბამისად ისინი არ არიან კარგად ჩამოყალიბებული ცხოვრებაში თუ რა ნაბიჯები უნდა გადადგან. ამას რა თქმა უნდა ჩვენ ვერც ბავშვს დავაბრალებთ, მით უმეტეს ვერც ოჯახს და ძალიან ბევრი ვიკვლიეთ, სად გვაქვს, ასე ვთქვათ, შეცდომა დაშვებული და ალბათ ეს უფრო სკოლის პრეროგატივა არის, რომ კი არ განუსაზღვროს, არამედ ხელი შეუწყოს მოსწავლეს, როდესაც იგი აკეთებს ცხოვრებისეულს, რომ რა სჭირდება მას მომავალში, რომ გაცილებით მეტი ინფორმაცია მიაწოდოს და გაცილებით უფრო ფართო სპექტრი დაანახოს პროფესიების. ასევე პროფესიული განვითარება განათლების სამინისტროს მიმართულებით, როგორც მოგეხსენებათ, ძალიან ბევრი საინტერესო პროექტი ხორციელდება პროფესიული განათლების მიმართულებით და ესეც მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდები ჩაერთონ პროფესიული სწავლების მიმართულებით და მათ, ასე ვთქვათ, დამატებითი სპეციალობები შეითვისონ. და რაც თავარია, სჯეროდეს თავის, ხო? იმიტომ რომ ყველა ადამიანს აქვს უნარი იმისა, რომ განვითარდეს და გახდეს თავის საუკეთესო ვერსია. ამიტომ თუ შეიძლება რომ რჩევათ ავიღოთ, ეს არის რომ ყოველთვის ახალგაზრდა უნდა ფიქრობდეს, რომ თავის საუკეთესო ვერსია შექმნას. და პარალელურად ჩემს კოლეგებს, მასწავლებლებს და პროფესორ მასწავლებლებს, რასაც კედის მოხრით ურჩევდით, არის რომ დაეხმარონ ადამიანებს იმაში, რომ სწორედ თავიანთი საუკეთესო ვერსია აპოვნინონ. იმიტომ რომ ეს მარცვალი, რომელიც ადამიანში, ყველა ადამიანში, მასწავლებლის მთავარი ალღო და პროფესორის მთავარი ალღო არის ის, რომ იპოვოს, აღმოაჩენინოს და შემდგომში მის განვითარებაში ხელი შეუწყოს. თუ ეს მოხერხდება, რა თქმა უნდა, ეს მოხერხდება ბჭყალებში, უბრალოდ გაიზრდება პროცენტული ხვედრითი წილი ასეთი ტიპის მუშაობის, დასაკურველია უკვე ჩვენ გაცილებით მაღალ სიმაღლეებს დავიპყრობთ, რადგან ძალიან ბევრი ჩვენნაირი მოწყობის, ჩვენნაირი ტიპის ქვეყანა არსებობს დღეს მსოფლიოში, რომელიც ძალიან მნიშვნელოვან აღმოჩენებს და მნიშვნელოვან შენაძენს აწვდის მსოფლიოს და ჩვენს ქვეყანაში უამრავი ნიჭიერი ადამიანი არის და ვფიქრობ, რომ სწორედ მათი ერთი სწორი ხედვებით და სწორი აღმოჩენებით საქართველო ყოველთვის იქნება მოწინავე ქვეყნების რიგში. დიდი მადლობა ბატონო გიორგი, საინტერესო საუბრისთვის, წარმატებას გისურვებთ. რადიო მსმენელებს კი შევახსენებ, რომ ჩვენი გადაცემის სტუმარი გახლდათ ქართულ ებრაული სკოლა ორავნერის დირექტორი, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის იუვენოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ხელმძღვანელი დოქტორი გიორგი მომცემლიძე. მე ნათია ამირანაშვილი ვარ, დროებით გემშვიდობებით. დიდი მადლობა.